მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ პაატა სპეშალ გეიმერი. ამ ვიდეოში იხილავთ ზომბი აპოკალიფსის მე-6 ეპიზოდს. თუ მოგეწონებათ მეგობრებო ვიდეო, დალაიქეთ და ასევე გამოიწერეთ არხი. ახლა კი ვიდეო. ვაიმე, ნერვიულობ, ვერ ვიცინებ. მე შინია. ჩემი ძმა სად არის ნეტა? აბა ახალი საჭმელი, ეს არის უფროსო? ამაზე იჯახდი? კი, ეს არის. ერთი უკვე წავიყვანე. საწაიყვანე. საწაიყვანე. ერთ დღეს გაგანადგურებ, შეიძლება დღეს არ გავამივიდეს, შეიძლება ხვალ არ გავამივიდეს, შეიძლება ზეგ არ გავამივიდეს, მაგრამ მე ერთ დღეს გირდები სიტყვას გაძლევ, რომ ნაწილებად დაგშლი. ბიჭო, რა ურას გავაკეთებო? ნაწილებად დაგშლიო უფროსო. ო, როგორც თავის მეგობარი დავშალეთ ისე ხო? ო, ალბათ. რა? შენ რო დაიშლები ნაწილები, ვიდრე ჩვენ. რა? მაშინ საკვებო. ჩემს ძმას რა უქენით? ჩემს ძმას რა უქენით? უფროსო, ციხიდანაც რო იძახის კიდე ნაწილებად დაგშლიო მაღაზე მეცინება და რა შეეხება კიდე შენ ძმას, უფროსმა თვითონ იცის სადაც წაიყვანა ძმაო. გამოდი. ვაიმე. ოსი რო გეუბნება გამოდიო, გამოდი. ჯანდაბა სად მიყავართ? ვაიმე. მე უნდა გავიქცე რამენაირად თუ არა და ესენი გამანადგურე. გაიქცევი არა თავგადაგებეგრევ. თავზე დაგარდე. სად უნდა წავიდე? ეგ მაინც მითხარით. ეს რა შენობაა? რატო? შედი. არა, არ შევალ. არა. კაი, შევალ. ვაიმე. თვალები ხო არ მატყუებს და ტყუიას მესოლა ვაიმე. ვაიმე ფეხი დამეჭრა. ფეხში ვარ დაჭრილი ჯანდაბა. ჯანდაბა სამი გული ვარ თან ვაიმე. ფეხი ძალიან მტკივა. შენი მეგობრის ხორციან. აი, ხედავ რამდენი სისხლია. თუგდან ესაუბრე. ისე იცი, შენი ძმის ხორცი რა გევრიელი იყო. ეხა წამოდი და უმი ხორცი უნდა ჭამო. რა? არ შეუჭამ. უი. რა სიზახი არ შეჭამ. შენი ძმის ხორცია. დამიჯერე მოგეწონება. თქვენ მატყუებთ. ჩემი ძმა ცოცხალი იქნება, დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ძმა ცოცხალი იქნება და მალავთ. ხო, ნაჭრებათა გვაქვს შენახული. ჯანდაბა, სად არის ჩემი ძმა, სად არის ჯანდაბა? ჯანდაბა რამე უნდა ვქნა, რამე უნდა მოვიმოქმედო. უფროსო, რა ბრძანება გაქვთ? ხორცი აჭამე და მე ერთი კიდე კაი იდეა მაქვს. რა? კარგი. ხორცს არ შევჭამ. ადამიანის ხორცს მე არ შევჭამ. თქვენსავით კანიბალი არ ვარ, არ შევჭამ. შეჭამე ან მოგდები. მე შინია ძალიან კარგი შევჭამ ხო? ფუ რა ძალიან ცუდია. ძალიან ცუდია ჯანდაბა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. რატომაც ცუდი? შენი ძმის ხორცია. გაგანადგურებ ხო შენ? გაგანადგურებ შენ, გაგანადგურებ. ეს აი საკანში მგონი პენსი ბენზური იქნებოდა, აი ეგ ჩაჯი. სადაც მაინც გაისუფთავებ. ეს რა არის? ეს აქ სოკი. აქ არ ჩავждები. აქ არ ჩავждები, შანსი არაა. არა. სუფთა წყალია, ჩაჯექი. არა, არ ჩავждები. ან მოგდები. კაი, არ მინდა სიკვდილი. ჯანდაბა ეს რა არის? რა უბედო, რო ვერ ვждები, ცოტა აი ეგაა ჩავჯექი ჯანდაბა. ფეხი ძალიან მტკივა, ტყუია მესროლა. ვაიმე. გაწიე, რას ვაშავებ ახლა? ხო ისა გემორჩილებით, რატომ იმიზნებ? რა დავაშავე? რო არ ამოხვიდე მაინც ყოველი შემთხვევისთვის. აუ, დიდხანს უნდა ვიყო აქ. დიდხანს უნდა ვიყო, ჯანდაბა. შენი ძმა დაამცირე. ჩემ ძმას არ დავამცირებ, არასოდეს. გიდ მომკალი თუ გინდა არაა პრობლემა, მაგრამ მე ჩემ ძმას არ დავამცირებ. გაიგე? მომკალი, მოდი მომკალი, მაგრამ მე ჩემ ძმას არასოდეს არ დავამცირებ. ეგ იცოდეთ ჩემგან. შენ ისედაც მოვკვდები რა აზრი აქვს? არ მოვკვდები. მისმინე,
უფროსი რო გეუბნევა მაგას და ამცირეო, იმიტომ გეუბნევა რომ ცოტა მეტი დრო გქონდეს და ეხლა უკვე დრო დააკლა რა უფროსო. ხო. აი მე რა საზიზღრობა გულია მერევა. ამოდი. სად? Თუ გულია მერე. სულ სველი ვარ, სულ სისხლიანი ვარ. უფროსის ბრძანება წამოდი საგანში. წადი. კარგით. ცოტა ფეხი მტკივა. აქცევას არ გიჩიო. ფეხი მტკივა რა გაქცევა რა ტყვია რომ ესროლეთ აბა რა იქნება ნელავიული. ვახ ძალიან მტკივა. რომც გაიქცე სიტყვაზე. ორი კანიბალი ამ წუთში დასულია სანადიროდ და ისინი გიპოვიან და მაინც აქ მოგიყვანენ აზრი არა. ეს იცოდე. ვაი მე ძალიან მდგომარეობაში ვარ. წადით ხო, წადით. თავი გამონებეთ ოღონდა წადით. ეგ არის წავიდნენ აქედან, იქნება და რამე იყოს ამ ოთახში და იქნებოდა ჩუმად გამოვიცი. საქმე რა ჯერო შემოვიდნენ მე და მე რო გამომიჭირონ, მაშინ ჯერ ესე ვიქნები და ვაი მე. გამარჯობა კიდევ ერთხელ. შეიძლება მოგიყვანე. რა? ახე შეიძლება მოგიყვანე. რა? არა ჩემი ძმა ცოცხალია, არა ეს ჩემი ძმა არა, ის დარწმუნებული ვარ. ეს ჩემი ძმა არ არის, დარწმუნებული ვარ. ეს ვიღაც სხვა იქნება. კი არის. ჯანდაბა. ისაუბრეთ თქვენი კანდი იჭორავთ. მე კი გარეთ გავარ. ხემა და ამ ოთახში რამე იყოს. მოდი დავამტრევ ამათ და ვნახოთ რა იქნება. ეს რა არის? საინტერესოა. არ დამინახონ? ვერ მხედავენ. მოდი, წერაქვი ვიპოვე. და ეს წერილი, აბა წავიკითხო მოდი წერილი. მე არ გამომივიდა. შენ ცადე. ქვებით აშენებულ პატარა შენობაში იარაღები არის. მე დავმარცხდი. მასკას რაც შეეხება, კანიბალის მასკა არის და გამოგადგება. ესე იგი ეს მასკა კანიბალის არის? ძალიან კაი. მამათ გავღანადგურებ მალე. კარგი, გონი დაღამდა. კარგი. მე ხა მოდი მასკას ჩამოვიცვამ. და მოდი ნახოთ რა იქნება და კარებს დავდებ და გამოვედი. ვაიმე კანიბალი არის, კაი. გამარჯობათ კანიბალო, როგორ ახართ? მე ახალი წევრი ვარ. მოიცა შენ ახალი წევრი ხარ? კი. ასეთი კანიბალი მე ჩვენ აპოლია და ახალი ხარ ეთქობა ხო? კი, განსხვავებული კანიბალი ვარ, ძალიან ძლიერი ვარ. ვიღაც ორმა კანიბალმა გამომგზავნა მიდიო რაღაც შენობა არისო და რავი დაგეხმარებიან ჩემებიო და მოვედი და აგერ როგორ ჩანს საკანის შევა მოწმე და ვიღაც ბიჭი არის გამოკეტილი ჯერ კიდე არ გამოდის და რაღაცაზე გაუბრაზდი ისირაზე? კი, არ არის პრობლემა, მაგრამ იმათმა ვითომ არ გითხრეს რომ დაიძახეო რომ შეფავრო ეგრევე ციხეში რომ წახვედი ვიღაცის სანახავად. ეგ არ უთქვამს. ეთქობა და ვიცათ, კაი არა უშავს. კეთილი იყო შენი მობრძანება ჩვენ ბაზაზე. და ისე რაღაც ხმალებს და რაღაცებს მალე მომცემთ? კი, უფრო დაველაპარაკები უფროსი დაგაგვანიანებს ახლა და მე უფროსი გადაწყვიტავს რა უნდა მოგცეთ. ხმალი, ფარი თუ ასე შემდეგ. კარგით. მაშინ მე ხა წავალ ცოტა ხანი გაეთ ცხოველებს მოვინადირებ. ხო არა პრობლემა მაგაზე. ბიჭო, ახლა ხაც მოხვედი, წამოდი ჯერ უფროსმა უნდა გნახოს. უფროსო, ეს ახალი კანიბალი ვარო, რავი და აბა დაელაპარაკე. რა? ის ორი კანიბალი ხო გარეთ არის სანადიროდ უფროსო და იმათმა გამოგზავნესო რა, ორი კანიბალიაო და გამოგზავნეს. ხო, მაგრამ ჯერ ტესტი უნდა ჩააბაროს. რა ტესტია საუბარი? ეჭამე. ძალიან მარტივად, ძალიან. ვაიმე ძალიან ცოტა ხორცი. ყველა. ჯერო არმშია ჯერ. ცოტა რაღაცნაირი ხორცი არის ცოტა და ცოტა ცუდად გამხადა, მაგრამ მე მაინც კანიბალი ვარ და მაგარი კანიბალი ვარ, მე ძალიან ძლიერი ვარ. ხვალ ადამიანზე უნდა ინადირო. ცხოველები არა. მხოლოდ ადამიანი. კარგით, არაა პრობლემა.
ხო, მაგას ნახავთ. ჩვენად იყავით ტერიტორიას მიხედე. კარგით. შემოგიგი. ერთ რამეს ვეტყვი უფროსო და შემოარ. უფროსმა უნდა იცოდეს ყოველი შენი ნაბიჯი. ეს საჭიროა. კარგით. კარგია ბაზარი. კარგად. ვაიმე ეს ადამიანის ხორცი ვჭამე. ვაიმე ცოტა გული მერე ვარ, რა გავაკეთო? ჭანდაბა საზიზღრობა არის. აქ პატარა ქვიშენობა არის, როგორც იმან მითხრა. და ის ხორცი ძალიან ცუდი იყო, ჭანდაბა ცოტა თარბუც კი მეხვევა და ფეხიც კი მტკივა. კაი, მოდი აქ შევალდარნა ყორეებია და ვაიმე. აქ ეხლა მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო. კი ბატონო, არაა პრობლემა აქ. ამათ ყველას გავანადგურებ, ყველას ნაწილებად დავშლი, არ მაინტერესებს. კიდე ჩემ ძმას ცოცხალს ვიპოვე. მაგაში დარწმუნებული ვარ და მოდი აქ ავიღებ ყველაფერს, გადმოვიტან ყველაფერს, რასაც შეიძლება. ყველაფერი უნდა გადმოვიტან და უნდა შევებრძოლო ამათ. აი ჩემი ისი იარაღიცა აქ დევს როგორ ჩანს და მოდი ახლა ცოტა ჩავიცმევ. და უკვე აქ უკვე კანიბალიზმს მოვიხსნათ და უკვე გადავალ სრულიად კარგ შეტევაზე და გავანადგურებ ამ ცუდ ბოროტ კანიბალებს. ახლა კიდე, ესე იგი იარაღი ყველაფერი წესრიგში მაქვს, ჩემი ძმის არ მოიცავიღე და მოდი ეხლა ვნახოთ რა იქნება. მოდი, სადახად ბიჭებო? ბიჭებო კი არა, უფროსი კაცო, უფროსი და ერთი ბიჭი. და გამარჯობათ. აგერა ვარ მე უფროსი სახშია რა ხდება ძმა მოხვედი ხო ძალიან კაი. მოინადირე რამე მეთქი? საბა. კი, მოინადირე. ძალიან კაი და სად არის ხა ის? მეოთხე კანიბალი ჩვენი სად არის? ის დარჩა იქ ნადირობს და მოვა მერე. ისა კიდე მეხუთე კანიბალი დაგვემატა ახალი კანიბალი, იმათმა გამოგზავნეს ორი კანიბალი იყვნენ ნადირობდნენ თუ რაღაცა. თქვენ გამოგზავნეთ ხო? ბიჭო, რა კანიბალი კაცო, ჩვენ 4 ვართ, ახალი კანიბალი არ დაგმატებია, რა ხდება კაცო ეგარი? მე გადავები? არ გეღადავები, ძმაო, მართლა გეუბნები. ეხა შენ მე გადავები მე მგონი. ბიჭო, არ გეღადავები, მართლა არავინ არ გამომიგზავნია, ვიღაცა მოგატყუათ აშკარად. ვაიმე საკანში აღარ არის გაქცეულა, მასკა ქონია დაფარებული თავზე და საწავიდა არ ვიცი. წამოდი უფროს დაველაპარაკოთ სასწრაფოდ. უფროსო, ძალიან ცუდი მდგომარეობა, მასკა რო ეფარა თავზე თურმე საკანში რო ყავს ის გამოქცეულა და გვატყუებდა ვითომ მეხუთე კანიბალი იყო. რანაირად გაიქცა? ან როგორ გაიქცა? როგორ მოგვატყუა? ოძებნოთ და მოკლათ. სხვა გზა არ არსებობს. მისი დრო უკვე ამოიწურა. დაბა, შენ აქ დარჩი. იგი. საძითა ყველაფერი შეამოწმე. მოძებნე. კარგით ბატონო. არის სად უნდა წასულიყო ნეტა, ვაიმე, ნეტა წავიდა უკვე ბაზიდან. ვაიმე ის ხორცი კიდე რომ ახსენდება ორი ცალი როგორ ვჭამე ჯანდაბა. მოდი გავალ გარეთ და შევამოწმებ რა ხდება და ერთად შუმათ უნდა გავიდე და ვნახო რა ხდება და ეს რა ადგილია ერთად მაგ ცოტა ოცნაურად არის ხო? მოდი მაშინ შევამოწმებ და ვაიმე ეს რასკიური არის ჯანდაბა? აქ ვერ გავიგე განძი არის თუ ვერ გავიგე ეს რა არის. მოდი გავხსნი. ეს ეხა თვალები მემატყუებს თუ RPG ვიპოვე? ძალიან კაი, ამათ გავანადგურებ. კი ბატონო, ამათ გავანადგურებ, გავიქდებ და რა ვიცი, აბა, ცოტა კი მეშინია და აქ მანქანაც აიდა, მაშინ მალე შეუტევ უფროსწორედ. ეს იყო ზომბი აპოკალიფსის მე-6 ეპიზოდი. თუ მოგეწონათ მეგობრებო ვიდეო, დალაიქეთ და ასევე გამოიწერეთ არხი. ახლა კი ნახვამდის.